დღეს პირველ რიგში მადლობას გიხდით ყველას მომზადებისთვის თავის კლუბის კლუბის სახელით. ეს არის მესამე ლექცია, რაც ჩვენი კლუბის ორგანიზებით ტარდება. დღეს ლექციას წაიკითხავს ბატონი ბესნამ ჩავადე. და ლექციის თემა არის ინფლაცია, რაც დღეს საკმაოდ აქტუალურია საქართველოში, მithumetes ბოლო მონაცემებით. მარტის ინფლაცია 13.9% შეადგინა. ოფიციალური მონაცემით თითქმის 14. გადავიდეთ ლექციაზე, მოგესმით ბატონ ბესო. მადლობა მოგესალმებით ყველას. ესე იგი ჩვენი ჩვენი დღევანდელი თემა არის ინფლაცია საქართველოში. ძალიან აქტუალურია გუშინდელი NDI-ის გამოკითხვაში ინფლაცია პრობლემებში უმუშევრობის მერე გავიდა მეორე ადგილზე კონფლიქტებს რომ გადაუსწრო უკვე იგივე 1 წლის წინ ჩატარდა იყო მეორე ადგილზე და მაშინ პირველად მოხდა ათეულში მიუხედავად იმისა რომ წინა წლებში დაბალი ინფლაცია საქართველოში არასდროს არ ყოფილა. ეს უკვე საკმაოდ შიშები გააჩინა ხალხში ეს პროცესი დასრულდება როდესაც თუ ამიტომ აქტუალური გახდა ეს პრობლემა. გადავიდეთ. თავიდან დავიწყებ რა არის ინფლაცია. ამ დაბაში უმეტესი წელი ალბათ ეკონომისტებია და ალბათ ხსნა ჭირდება, მაგრამ მაინც თუ შეიძლება ვინმე იყოს, ვინც არა ეკონომისტია. ინფლაცია არის ქვეყანაში ფასების დონის მატება. ანუ ეს არის ერთი ან ორი პროდუქციაზე ფასის ზრდა, ესაა მთლიანობაში დიდი კალათა აღებული სხვადასხვა პროდუქტების და საერთო ჯამში მათი ფასი როცა იზრდება. ანუ შეიძლება მაგალითად 100 საქონლიდან 20-ის იზრდებოდეს, 30-ის იაფთებოდეს, სხვა იგივე რჩებოდეს, როცა მოხდება გაანგარიშება საერთო ჯამში გაიზარდა თუ შემცირდა ფასები, ამის მიხედვით გვაქვს ინფლაცია ან დეფლაცია. ასევე ძალიან გავრცელებულია მოსახლეობაში, თითქოს ეს იყოს ვალუტის კურსის ცვლილება, არანაირად ეგ ვალუტის კურსის ცვლილება არის, ეს არის გამყარება, გაუფასულება, როცა თავისთვის ხდება, ხოლო როცა ეროვნული ბანკი ფიქსირებული ვალუტის კურსი აქვს და მე ეტაპობრივად აწევს კურსს, ესე იგი გამყარებს კურსს ხელოვნურად იქნება რევალუაცია და თუ გაუფასოს დევალვაცია. ინფლაციას უნდა დავიწყოთ, რომ ვალუტის კურსთან პირდაპირ არ იქმნებოდა, შეიძლება ეკონომიკური კავშირი ურთიერთობები იყოს მათ შორის გააჩნია სხვა ეკონომიკურ გარემოს, მაგრამ პირდაპირ გაგებით ინფლაცია არის მხოლოდ ფასების დონეს ასახავს. ეხლა როგორ გამოითვლება ინფლაცია? ორი მეთოდია ძირითადად გავრცელებული. პირველი არის სამოხმარებლო კალათის მიხედვით და ამისათვის გამოიყენებენ ეგრეთვე ლას-პეიერსის ინდექსი. განსხვავებულია მეთოდოლოგია ყველა ქვეყანაში ერთი და იგივეა ინფლაციის გამოცვლის, მაგრამ მოყვები საქართველოში როგორ ხდება. საქართველოში ინფლაციას სტატისტიკის ეხლა ქვია საქართველოს სტატისტიკის სამსახური, ისინი თვლიან ინფლაციას და ფინანსთა სამინისტროში როცა მუშაობდი, საკმაოდ თანამდებობის პირებიდან და ეკონომიკური ექსპერტებიდანაც კი ქონია ეს მოუმართავთ, რომ თქვენ ინფლაციას არასწორად თვლით, როცა ფინანსთა სამინისტრო საერთოდ არ თვლის ინფლაციას. ესეც უნდა ვიცოდეთ. ზუსტად. ხო, ეხლა ამის როგორ თვლის? ეხლა აქვთ სამოხმარებლო კალათა აღებული, რომელშიც შედის 266 პროდუქტები ირჩევა იმის მიხედვით, თუ რომელ პროდუქტს უფრო მოიხმარს ადამიანი. ეს მორგებულია საქართველოს მოსახლეობაზე. და პროდუქტებს აქვს ყველას თავისი წონა ერთი თვის განმავლობაში. რასაც უფრო მეც მოვიხმართ რომელ პროდუქტსაც, იმას უფრო მეტი წონა აქვს. მაგალითად, პური, შაქარი, ზეთი, რაც გარდაუვალია კიდევ, ელექტროენერგია, გაზი, ესეთან ტრანსპორტი, ესეთებს აქვს საკმაოდ დიდი წონა. და მე ისევ თქვა, ეგ არის ესეთი რაღაც, როგორც შეგვიძლია ნემსით და ზავიდან ქალის ფეხსაცმელი, რაღაცა ნამსხვრევი პეჩენერა. ესეთი რაღაც, რაც ადამიანს იოლად შეუძლია, ვთქვათ, იგივე პეჩენერის სხვა ნამსხვრევი ჩაანაცვლოს, მაგრამ იმას ძალიან უმნიშვნელოა წვლილი რაღაცა გრანდიოზულად უნდა გაიზარდოს იმის ფასი, რომ გავლენა იქონიოს, ძირითადი პროდუქტები რაც არის, ამათ აქვს უფრო გავლენა. და
იქედა გამომდინარე, რომ საქართველოს მან დაბა შემოსავლიანი ქვეყანა, მოსახლეობის შემოსავლის უმეტესი ნაწილი მეტი ძირითადი მოხმარების საქმეზე. ესენი რა კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი, სურსათი, უალკოჰოლო სასმელები და განსაცვლელი დაკენა ყველაზე გამოსაყოფია სურსათს და უალკოჰოლოს სასმელებს რაღაც 40%-ამდე აქვს წონა. ამით ის 266 რა ქარნა წელი სიადეს საიტზე საკეთო კომპიუტერში განვითარებად ქვეყნებს შორის თითქმის ესეც ძალიან აკვირდება იგივე სავალუტო ფონდი შეთანხმებულია თქვა ჩვენ ცვლილება ყოველი და ესენი თვითონ აკვირდებიან განვითარებულ ქვეყნებთან სიმართლე თუ ყველა ქვეყნის ნამდვილად არ აქვს ნახი მაგრამ განსხვავება როგორც საქართველოა, ისე თქვათ უგანდაა და სრულიად განსხვავებული ესე ვთქვათ ამოყარება კულტურის. არა, შეიძლება ხა უგანდაში სხვა სურსათი იყოს, ეხა არ ვიცი, იქ ბანანს ჭამებია და ბანანი იყო როდესაც აი, მოგავშება სურსათი, იქაც 40 იყო წონა, ჩვენთან 40, მაგრამ იმათი სურსათი სხვა იყო შემადგენლობის ჩვენი შეფს, რომ ეხა სხვა ქვეყანაში, მაგალითად აზიის ქვეყანაში პურს არ ჭამენ, იქ ბრინჯი იქნება პურის ნაწილი. ანუ მთლიანობაში წონებზე დიდი განსხვავება არ ამხლია. ეხა რა აქ ხო, მე კი, მომსახურება თორე თმის შეჭრა და რაღაც ასეთი. ტრანსპორტ მომსახურება. ხო. მეორე არის თლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორსი თვლიან კიდე. ამათ აშის ინდექსს გამოიყენებენ. ამ დეფლატორს უფრო დანიშნულება აქვს რეალური თლიანი შიდა პროდუქტის გამოსათვლელად. ანუ სტატისტიკის დეპარტამენტი რასაც თვლის თლიანი შიდა პროდუქტს, ეს არის ნომინალური გამოსახულებაში და შემდეგ ამ დეფლატორის მიხედვით იქენ აღებულობთ რეალურ თლიანი შიდა პროდუქტს, რომ გამოვთვალოთ ეკონომიკური ზრდა. და რო გადავიდეს შეფასების წამწერი აქ ნაკლოვანებები, ეხლა რა ხდება, როცა ხო ვიტყვი რომ საერთოდ ინფლაციის საზომად მიღებულია სამომხმარებლო CPI, სამომხმარებლო ინდექსი. ეს საერთაშორისო სტანდარტია აღიარებული და როცა ქვეყნების შედარება ხდება, არ ხდება თქვა საქართველოსთან აიღონ სამომხმარებლო ფასების ინდექსი და შეადარო თქვა ნორვეგიის თლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორს. ძირითადად მიღებულია რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსით განისაზღვრება ინფლაცია, რადგან ის უფრო რეალურად ასახავს თუ რამდენია ტვირთი ინფლაციის მოსახლეობაზე. და ეხლა ამას ვიტყვი რატო? ნუ დავიწყოთ იმ სამომხმარებლო ფასების ინდექსს აქვს თავის მინუსი, ეს არა რომ მუდმივი წონები აქვს გარკვეული წლების განმავლობაში, მაგალითად ეხლა როგორც ვიცი, ბოლოს შეიძლება 2005 წელს განახლდა ჩვენი ინდექსი და ეგ ახლა დავუკვირდეთ, ანუ აქ იგულისხმება ადამიანი თუ მოიხმარდა თქვა 5 თვეში 2 კილო ვაშს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფასი გასამაგდა ამ 5 წელიწადში ვაშში, ადამიანი ისე 2 კილოგრამ ვაშს მოიხმარს თვეში, რა ძალიან არარაციონალურია ადამიანის შენაცვლების ეფექტით უფრო იაფ საქონელზე გადაერთვება ხოლმე. ეს მინუსი ამ ინდექსს ისე ყოველწლიური განახლება არ ხდება 3-4 წელიწადში მას 5 წელი. არ ვიცი, მე არ მუშაობ ამაზე, არ არის ეს მარტო საქართველოში არ ხდება. ხარჯებთან და ამას თავიდან უნდა საკმაოდ ისეთი კვლევის ჩატარება, ხო? შეერაცხებული კვლევა. ეხლა უნდა ჩვენი სტატისტიკა მუშაობს რამდენად გამოცადა იმპუტაციის მეთოდია, სეზონურობა გაითვალისწინონ, მაგალითად რაღაც ისეთი ხილი რო არ ვიყო ციტრუსები, რაც სპეციფიკურად 2 თვეა, მაშინ უცებ იაფთება და მე დანარჩენი 10 თვე საკმაოდ ძვირია. ამის რაღაც მეთოდოლოგიის შემუშავებაც უნდა რომ სეზონურობად გამორიცხონ. ხო და ეხლა მეორე ინდექსში ანუ თლიანი დეფლატორის ინდექსში ყოველწლიურად იცვლება, ყოველ წელს ახალი წონებია. ანუ აქ ეს გამორიცხულია. მაგრამ ეხლა რა განსხვავება თლიანი შიდა პროდუქტის ინდექსი, ანუ დეფლატორის ინდექსი არ მოიცავს იმპორტს.
მასში შედის ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციის ფასები, როცა მეორე სამომხმარებლო ფასების ინდექსი იმპორტირებული საქონლის ფასებისაც მოიცავს. მე მგონი ინდექსებზე ამოწურია ამით. ეხლა გადავალ საქართველოში, რომ ეს აქტუალურია, ძალიან ბევრი თეორია გაჩნდა უკვე რა გამოიწვია საქართველოში ინფლაცია და ესე დავყავი მე ვისაუბრებ ძალიან რეალურ მიზეზად ეს და ჩემ ბევრ თანამოაზრეს და ზოგადად ბევრ გამოჩენ ცნობილ ეკონომისტებს რა მიაჩნდათ. არის ისეთი მითები, ეხლა საქართველოში პოპულარულია, თითქოს იმით დიდი ინფლაცია, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტია დაბალი, ან იმპორტია ძალიან მაღალი. არ ვიცი, იყო ესეთი საკმაოდ ეროვნული ბანკის წარმომადგენლისგან, რომ მხოლოდ კარტოფილმა განაპირობა ძირითადად მაღალი ინფლაცია. იყო ესეთი წესრიგი ეროვნული ბანკის საკმაოდ მაღალი თანხმობის პირობითი, რომ ტურისტების ბრალია, რომ მაღალი იყო ტურისტი საქართველოში ბევრი საჭმელი ჭამეს, ხო იყო ესეთი, რომ ჩინეთში მოუმატეს კვებად, რა ვიცი, შეიძლება ყველაფერი არ მახსენდება. და იყო ისეთებიც საბედნიეროდ, ვინც ამბობდა, რომ ეს გაზრდილი ფულის მასის ბრალია, ფულის მასთან გამოიწვია ინფლაცია. ეხლა მე ამ ყველა მითებს, რასაც მე ვეძახი და ამჯერად ვერ ვპასუხებ, მაგრამ სოფელზე შევჩერდები ბოლოს უფრო. ეხლა რეალურ მიზეზზე რეალური მიზეზი, როგორც აღნიშნეთ და საერთოდ ეკონომიკური თეორიიდან ცნობილია, ეს ფულის მასის ზრდა. ეს გამოდის ფულის რაოდენობრივი თეორიიდან, ემვეუდრის ბეკო, სადაც ემი არის ფულის მასა, ვი არის ფულის მოძრაობის სიჩქარე, ე არის ფასების დონე და კ არის თლიანი შიდა პროდუქტი. ანუ როცა თლიანი შიდა პროდუქტი რაოდენობებში გამოსახული, თქვათ 10 მერხი და რაღაც 5 კომპიუტერის. და ის როცა მრავლდება მის შესაბამის ფასებზე, ვიღებ თლიან ნომინალურ GDP-ს. და ანუ ეს მთლიანი გამოშვებული პროდუქცია რო შევისყიდოთ, ადამიანის ჭირდება გარკვეული ფულის მასა და ეს ფულის მასა წლის განმავლობაში ერთი და იგივე ფული რამოდენიმეჯერ ასწრებს ტრანზაქციაში, რომ მიიღოს მონაწილეობა. ეს არის ეს ტოლობა ეკონომიკას სულ ტოლობაში ერთმანეთთან წარმოუდგენელიცაა და მე ხა ეს აღნიშნული მაქვს, რომ ელემენტარულად რომ გავალ ლოგარითმოთ მივიღებთ რაღაც პროცენტული სხვაობები, პროცენტული ზრდების ჯამს და მივიღებთ პროცენტული ცვლილება ფულის მასას, თუ გამოვიდა პროცენტული ცვლილებას იმის ფულის მოძრაობის სიჩქარეს, სტოლი იქნება ფასების დონის ზრდის, რასაც ინფლაციას უწოდებთ და ეკონომიკის რეალური ზრდის, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის. ეს არის და აქ კიდევ ვიტყვი, რომ ამიტომ ეს არის ძირითადი მიზეზი ადამიანს თუ ზედმეტ ფულს არ მიცემთ, ფასების ზრდა თითქმის გამორიცხულია, უფრო მე ვამბობ ნიშნულოვანს და რაც მოხდა საქართველოში 11 ახლა 14-მდე ავიდა, ან იგივე 6-7% მოკლევადიან პერიოდში სულ იქნება ფასების ხევა შესაძლებელია 2-3% იყოს, შეიძლება წლის განმავლობაში 5-ზე ავიდეს, მაგრამ როგორც ეს რაღაც მაღალი დონის ინფლაციაში გადაიზარდოს, ამის მიზეზი ყოველთვის ფულის მასა ხდება. თუ რაღაცა ვთქვათ ერთი პროდუქტი ცვლილდება, მაგრამ ადამიანს ჰქონდა შემოსავალი 100 ლარი და ისევ აქ 100 ლარი, ის იძულებულია მოუკლოს ამ პროდუქტის მოხმარებას, ამიტომ შევცირდება ამ პროდუქტზე მოთხოვნა, საბაზრო მექანიზმი, ვიცით რომ როცა პროდუქტზე მოთხოვნა მცირდება მისი ფასი, ისევ კლებას იწყებს. ან ადამიანს თუ არ შეუძლია ესეთი საქონელი თუ არის ვთქვათ ეს პური, წყალი და შეუძლია მის გარეშე არსებობა, მაშინ მოუწევს, რომ სხვა პროდუქტების მოხმარებას მოუკლოს, რადგან ის თავის 100 ლარს ვერ გაცდება, თუ მას დამატებით ფულს ვერ მიცემთ. სწორედ ეს იწვევს, სწორედ ამიტომ უკავშირებთ ფულის მასის ზრდას. თუ რაღაცის ფასი მაგალითად გაიზარდა და მე მჭირდება ამისთვის 110 ლარი და გაიზრდება ფულის მასა ისევ მე მივიღებ 100 ლარს, მე კიდე რა ფასი გაიზრდება, მე მივიღებ კიდევ ამითოს, მაგრამ ჩვენთან კიდე უფრო უარესად ხდება, ჯერ
ჩვენ გვეძლევა წინასწარ-ფული, ძალიან რომ გავამართლოთ სიტუაცია, დავიყვანოთ ეს რომ ქვეყანაში არის 10 კომპიუტერი და გვაქვს 1000 ლარი, კომპიუტერების რაოდენობა არ გაიზარდა, მაგრამ ჩვენ მოგცეს 2000 ლარი, აქ უნდა გაორმაგდა იმ კომპიუტერების მას ახლა ძალიან გავამართლებ ეს პირდაპირ არ გადადის რაოდენობრივად, მაგრამ ინტუიცია ეს არის. ეხლა ეს 2010 წლის უკვე საბოლოო მაჩვენებლები, რაც მე ვნახე, სხვადასხვა ისინი ვრცელდება მაჩვენებლები სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ, მე უფრო სავალუტო ფონდის ციფრებს ვენდობი და ეს შეიძლება გაგვარას უკვე დაზუსტებულია და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საშუალოდ 5%-ით იყო 2010 წელს ინფლაცია, განვითარებად ქვეყნებში 6%, სოფლიოში 3.2 და საქართველოში 11.2. იგივე აქედანაც ნათლად ჩანს, ჩვენ თუ ვაბრალებთ სოფლიო სურსაზე ფასების გაწვირებას ან ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას ან არ ვიცი ესეთი იმგეს, რატო აისახება საქართველოზე ყველაზე მეტად. გასაგებია რომ რადგან სურსათი ძვირდება ჩვენში, სურსათი ყველაზე უფრო დიდი ზონაა სამომხმარებლო კალათაში, მაგრამ რასაც ვამბობ, ფულის მასის და წინასწარ არ იქნებოდა ან მე არ დაგკომპენსირდა ესეთ მაღალ დონის ინფლაცია რაც არ გამოვიდოდა და აქვე ასევე არის საკმაოდ ჩემი აზრით თარი მიდგომა ეკონომიკაში თითქოს ეს მონეტარული სტიმულირების თუ ეროვნული ბანკი უცებ გამოუშვებს ფულს, ამით ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს, რასაც ეს არის ყველა მიცდვა, ერთობლივი მოთხოვნა მიწოდების რუდებიდან, მოკლევადიან პერიოდში შეიძლება მას მართლაც მოხდეს GDP-ს დის წახალისება, მაგრამ აუცილებლად მოხდება იმას მაშინვე მოხდება ფასების დონის ზრდა, მაგრამ თუ კი ამას ინვესტიციებით, ტექნოლოგიის განვითარებით და სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებით თან არდებს, ეს საბოლოოდ რაღაც გაჩერდება, ადამიანებს შეხედავენ რომ მათი რეალური ხელფასი მცირდება, ყველა მის მოგებაზე მუშაობს იჯარა თუ რაღაც ფირმის მოგება შეხედავენ რომ მათი მატერიალური მოგება მცირდება, ყველა ეზრდება თავის მოგების ნორმა გაზრდოს, ადამიანები ეზრდებიან თავის ხელფასი გაზარდოს და ჩვენ ამ დროს გვაქვს იმდენივე წარმოების საშუალება, რაც ქონდა ქვეყანაში და ფასები გაიზრდება და ეს პროცესი თუ სტარიგზით აგრძელებს მონეტარული ფისკალური პოლიტიკა სტარიგზით ძლდება ისე დაბრუნდება უკან ეკონომიკა თავის პოტენციურ შესაძლებლობებს დაუბრუნდება, ხოლო ფასები კიდევ უფრო გაიზრდება. ეს მინდოდა და ეს თითქოს მითია რომ ეს განვითარებული ქვეყნების ინფლაციის დონე იმიტომ არის, რომ მათი ეკონომიკური განვითარების დონე მაღალია, რომ მათი უფრო დისციპლინებულად არის მათი მონეტარული პოლიტიკა, რაც არ არის პოპულისტური და უფრო მართებული პოლიტიკა და ამიტომ აქვს დაბალი ინფლაციის დონე და არა პირიქით. და იგივე ამ ქვეყნებს რო გადავხედეთ, ახლა ყოფილა რაღაც კრიზისების და რაღაც ესეთი რთული პერიოდების დროს იქაც გაზრდილა ფასები მნიშვნელოვნად, მაგრამ საერთო ჯამში, როცა ჯერ კიდე არ იყვნენ განვითარებული ქვეყნები, ესეთი მაღალი ინფლაციით ახასიათებოდა. განსაკუთრებით რო ავიღოთ ბოლო წელს სწრაფად განვითარებული ქვეყნები, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, ისინი ისე აღწევდნენ საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებს, რომ ინფლაცია დაბალი იყო. ამ მხრივ ყველაზე წარმატებული მონაცემებით სინგაპურია და ამ მხრივაც სინგაპური იყო ყველაზე წარმატებული. ინფლაცია ბოლო 40 წლის განმავლობაში საშუალოდ 3%-მდე იყო წელიწადში და ეკონომიკური ზრდა 10%-მდე იყო. და იგივე წელს, როდესაც ყველა შეშფოთებული იყო ინფლაციით და იგივე ინგლისისთვის ბევრი იყო 3% ინფლაცია და ევროპისთვის მთლიანობაში 2.3 და ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ საკმაოდ დაბალი. წელ 2010 წელს სინგაპურმა მიაღწია 15%-იან ეკონომიკურ ზრდას, 4%-იანი ინფლაცია, 15%-იანი ეკონომიკური ზრდა ნებისმიერი განვითარებადი ქვეყნისთვისაც კი საოცნებო ციფრია, განვითარებულები
რთულია კიდე იმათთვის. ხო, ეხლა საქართველოში რა მოხდა 2010 წელს, ჩვენ რასაც ამოვიდით ფულის მასაზე, სარეზერვო ფული გაიზარდა 9.9%-ით, ანუ სარეზერვო ფული არის ლარები მიმოქცევაში და სარეზერვო აქტივები ლარებში ბანკების. ნაღდი ფული ბანკებს გარეთ გაიზარდა 10.5%-ით, ლარებშია ყველაფერი. ემერტში შედის ნაღდ ფულს ბანკებს გარეთ ემატება მიმდინარე ანგარიშები დეპოზიტები ბანკებში ანაბრები ეს გაიზარდა 20.1%-მდე ემორში უკვე ემატება გრძელვადიანი დეპოზიტები ოღონდ ლარში ისევ გაიზარდა 22.9%-ით და M3-ში უკვე ემატება საბანკო ანგარიშებზე მოკლევადიანი და გრძელვადიანი ყველა სახის როგორც ლარის ისე დოლარის ანგარიშები ну რაც ხედავთ რომ უფრო ლიკვიდურია თქვა იგი ნაღდი ფული ბანკებს გარეთ M1, M2 და M3 თვითონ ეროვნულ ბანკში ამობრივ M3-თან იმდენ კავშირში არ არის, მაგრამ ადამიანის ჩვენი ფულია ის და ჩვენ თუ გჭირდება ეს ფული ნებისმიერ დროს შეგვიძლია მივიდეთ და ავიღოთ და გამოვიყენოთ და მე ჩვენ ნახავთ რომ ყველაზე მეტ კავშირში M3-თანა ბუნებრივია თქვა M3-თან თანდათან დაიწია რაღაცა სექტემბრის ბოლოს M3 იყო 50%-ით გაზრდილი, ანუ სექტემბერთან 12 თვის, როცა საქართველოში დაიწყო უკვე ასეთი შესამჩნევი მნიშვნელობად ამაღლდა ინფლაცია და M2 იმ დროისთვის იყო უკვე 35%-ით გაზრდილი 12 თვის. მაჩვენებელი. აი რასაც ვამბობდი, გაკეთებული მაქვს უბრალოდ ინდექსები გამოთვალე 2003 წელი ავიღე ასად, როგორც სარეზერვო ფულის CPI ეს სამოყვარულო ფასების ინდექსი, ინფლაცია ჩვენ დროსაც თვითაც ითვლება. სარეზერვო ფული არის აქ მარცხნიდან ათვლილი, არ ჩანს მიწერი მქონდა, ლურჯი ხაზით არის და წითელი ხაზია ინფლაცია. და ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის პარალელურად მიდიან, ერთნაირად იცვლებიან, ხოლო ცვლილება არის 2007-2008 წელს ჰქონდა საპირისპირო მიმართულება და ეს ცალსახად ომს უკავშირდება. მან ომის ეფექტი იყო, სხვა ინდექსებზე უფრო გამოჩნდება. ეს მოხდა იმიტომ, ვიტყვი, რომ ამ დაფიქსირდა ამ დროს ხალხმა დაიწყო ლარის მოიშორება, დოლარს ყიდულობდნენ მასიურად და სარეზერვო ფული რადგან ლარშია გამოხატული, ლარმა დაიწყო ლარებში ფულმა დაიწყო შემცირება, რაც არ ნიშნავს, რომ ფულის მასა მთლიანობაში მცირდებოდა. გადავიდეთ M1-შიც მხოლოდ ლარებშია, ოღონდ ახლა დაემატა მიმდინარე ანგარიშები ლარებში. აი M1-იც ერთნაირად მოძრაობს პარალელურად, აქაც იგივე მიზეზის გამო 2008 წელს რადგან დოლარში გადაცვალეს, არის მხოლოდ საპირისპირო ტენდენცია. M2-შიც ეს კიდევ უფრო მიუახლოვდა 2008 წელს, აი განსხვავება კარგად ჩანს, M2-ში უფრო მეტი დოლარი იყო, რადგან M2-ს უფრო მეტი მოაქვს და რათა ხალხს რაც ჰქონდა ანგარიშებს ეგრძელვადიანი დანაზოგები ლარებში გადაცვალეს დოლარში. და რასაც ვამბობდი M3, სადაც ის 2007-2008 წლის ეფექტიც კი გამორიცხულია, იმიტომ რომ ეს დოლარს მხოლოდ M3 მოიცავს ამაჩვენებლიდან და რა ვიცი, ეხლა საერთოდ მიზანშეწონილია, რომ უფრო მასშტაბური კვლევა კეთდებოდეს, ეხლა ეს ცალკე სხვა დიდი საქმეა და ეს ერთი ლექციისთვის უცებ ვერ მოვასწრებთ, ბატელი ინფლაციის გამოწვევას ეს მოდელი ამეგო, მაგრამ თვალსაჩინოების საკმაოდ ნათლად ჩანს, როგორ შეთანხმებულად თანწყობილად იზრდება ფულის მასა და ფასების დონე საქართველოში. საკმაოდ მაღალი კორელაციაა მათ შორის. ხო, ეს ეხლა ჩვენი საქართველოში ეხლა რა ხდება, აქ არის ყოველთვიური ინფლაცია, ბოლო 2 დღის წინ მარტის გამოაქვეყნეთ, ეს თვიური ცვლილება, ანუ თვეთვესთან არის შედარებული. და ეხლა რატო იზრდება, ანუ როდესაც აცხადებენ, მაგალითად 13.9 რაც გამოცხადა, ეს ნიშნავს 2010 წლის მარტის ბოლოს შედარებულია 2011 წლის მარტის ბოლოსთან და სწორედ ამ ყოველთვიური ცვლილებები განსაზღვრავს მის მატებას.
ეხლა აქ დავაკვირდეთ ერთი თვე აქ რომ დაემატება ეხლა მე-4 თვე აპრილი 2011 წლის 2010 წლის აპრილი რაც 0.2-ია ინფლაცია ეს მოაკლდება რომ გავიგოთ 12 თვის ინფლაცია რამდენი იქნება და ესე თანდათან მე ამოაკლდება 2010 წლის მე-5, მე-6, მე-7 თვე და რო დავაკვირდეთ მე-5, მე-7 თვლის ჩათვლით საქართველოში ფასები უმნიშვნელოდ იაფთებოდა დეფლაცია იყო ამიტომ ეხლა რაც გვაქვს ჩვენ დაფიქსირებული 13.9 თუ ფასება რაღაც მნიშვნელოვნად არ დაიწყო შემცირება აგვისტომდე ესეთი მაღალი ინფლაცია შენარჩუნდება საქართველოში. ხო, აი ეს არის ის სწორედ 12 თვის, რასაც ვამბობდი, ის ყოველი თვე ემატება და 13.9-ს ვღებულობ და კიდე კარგად ჩანს შარშან ივლისიდან დაიწყო სწრაფად და რა უკვე დაიწყო ეროვნულობა, მაგრამ ერთია რომ არის დანაშაულებს თავს აბრალებს კარტოფილს და რაღაც სოფელს და ჩინეთს, მაგრამ რო გადავხედოთ მის საქმიანობას, ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, ფულის მასალით 2011 წელს დაიწყო შემცირება. თუ ასე გააგრძელებენ ვაუჩერების დარიგება არ არის ჯერ 50 მილიონი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი თანხა მეორე ის დარიგდა ბიუჯეტიდან და ვთქვათ როცა გავლენა რო არ ქონდეს ინფლაციაზე ფისკალურმა პოლიტიკა დადებითად რო იმოქმედოს ინფლაციაზე ყველაზე კარგი იქნებოდა ის 50 მილიონი ბიუჯეტის ხარჯების საერთოდ შემცირებია და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებია, მაგრამ ვაუჩერების სახით დავარიგებთ იმ 50 მილიონს თუ რაღაც კულტურას დავაფინანსებთ, სპორტს, რაღაც ის მაინც მოსახლეობაში შემოვა და ინფლაციას ის ფული მაინც დასახარჯი ქონდა თემად გათვალისწინებული. და მაგაზე მე არ მაქვს ამ პრეზენტაციაში შეტანილი თქვა ბიუჯეტზე იქეს, მაგრამ მაგ საკითხზე შემიძლია და მე բոլოს კითხვები თუ გექნებათ გიფასებთ. არა მე პარლამენტის ბიუჯეტი იქნება 350 მილიონი ლარი და ამაში არის ის 50 მილიონი ლარიც შეტანილი და ის არის სახაზინო ვალდებულებები იყო 100 მილიონი ლარის უნდა გაეყიდა ხაზინას წელს და ეხლა ამ საბიუჯეტო კანონის ცვლილებასთან ერთად ავიდან 200 მილიონ ლარზე ეს ცალკე დიდი კიდე ძალიან არასწორი ნაბიჯია ჩემი აზრით და თან ფინანსთა სამინისტრო ამბობს რომ ჩვენ იმიტომ უშვებთ ხაზინის ფინანსურ კახადებს და მონეტარულ პოლიტიკას ვახორციელებს და ამით თვითონ ეხლა ფინანსთა სამინისტრო დაიწყო მიმოქცევინა ჭაბი ფულის ამოღება, როცა თვითონ შარშან 1.3 მილიარდი ჭაბი ფული ჩაუსვა დეფიციტის და წელს 900 მილიონამდე იყო, ეხლა არ ვიცი ამ საბიუჯეტო ცვლილების მერე შეამცირებენ თუ რაც იზამენ. ის მიზეზები ალბათ საიდუმლო ეროვნული ბანკი რომელიც ფულის მასა გაეზარდა ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ისინი ალბათ არ გამქრალა. ისინი შემსუბუქდა. ეხლა რო ავიღოთ იგი 2009 წელს ყველაზე დიდი იყო დეფიციტი, 1.5 მილიარდი იყო, მე შემცირდა რაღაცა 200 მილიონი, წელს 900 მილიონამდე შემოვიდა. ანუ ბიუჯეტის დეფიციტი რას ნიშნავს? მთავრობა უშვებს მიმოქცევაში იმაზე მეტ ფულს, ვიდრე იქიდან ამოაქვს. აი ეს მეტი ფული რომ ჩაუშვას, ან შიდა წყაროებიდან უნდა ესესხოს და ამ შემთხვევაში მას ერთი გზა აქვს მარტო კომერციული ბანკებიდან თითქოს ესხულობს, მაგრამ რეალურად ეროვნული ბანკიდან ესხულობს, რაც აკრძალულია კანონით, მაგრამ ესეთი სახით ესხება არ ხდება ამ რეგულაციაში და მეორე გზა ის ესხოს საზღვარგარეთიდან. ანუ პირდაპირ დამატებითი ფულის მასა, ძირითადი ეს 200 მილიონი ლარია, იმ 900 მილიონი, 700 მილიონი ჭარბი ფული შემოდის საზღვარგარეთიდან. ეხლა ამ დროს ეროვნულმა ბანკმა უნდა გაეკეთებია, რომ კიდევ უფრო გაემკაცრებია მონეტარული პოლიტიკა, რაც ეხლა დაიწყო, ანუ უნდა იძულება უნდა განეხორციელებინა, ასე ვთქვათ, ეროვნულ ბანკებზე თავის ინსტრუმენტებით, რომ გაეცათ ნაკლები სესხი ეროვნულ ბანკებს. ეხლა რაც მაგათ სარეზერვო
რეზერვის ნორმა გაუზარდეს, ეს ნიშნავს, რომ შეუზღუდეს მათ შესაძლებლობა გასცენ ბევრი სესხი. ანუ ეს ზეწოლა ბიუჯეტის მონეტარულ პოლიტიკაზე გამოდევნა იმათი შესაძლებლობა ბაზრინა ჩემი აზრით ძალიან უსამართლობაა. თუნდაც წმინდა ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისით რო შევხედოთ, როცა კომერციული ბანკების სესხს გაცემს, იქ უფრო დიდი კონკურსია, რომ ვის მიცეს სესხი, თუ იგივე ბიზნესს თუ გაცემს, პირველ რიგში აკვირდება კარგი ფირმა როგორც შემოსავალს მიიღებს, ცდილობს მაქსიმალურად ისეთი ფირმები და ფინანსო, ვისაც უფრო კარგი მოგების ნორმა აქვს, ხოლო სახელმწიფო ფინანსებს სოციალურ პროექტებს ან ისეთ პროექტებს, რაც მოგება კი არა, უფრო წამგებიან პროექტებს. ეხლა მომგებიანი პროექტი თუ არსებობს ქვეყანაში, თვითონ მივა ბიზნესმენი და დააფინანსებს, მას არ დაჭირდება სახელმწიფოს დაფინანსება. მაგალითად, იგივე ავტობანით რაც შენდება, ხო? ის თუ დაჭრება მაგალითად, არ ვიცი, მიახლოებით 3 მილიარდი ლარი, იმას მერე ვერ გაყიდის მილიარდ ლარადაც რომ მოიტოვოს. ეხლა ეს პროცენტული ცვლილება ეს 266 ჩაშლილი არ მაქვს, მაგრამ გამსხვილებული ჯგუფების სახით არის საქართველოში 2000 წელს ფასი. ეს 2011 წლის დეკემბრის ბოლოსთვის 1 წლის განმავლობაში ეგ ჩანს, რომ ყველაზე მეტად სურსათზე გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებზე ესე შემდეგ და მხოლოდ კავშირგამბულობაზე გაიარდა 7.3 და თავის წონებზე მრავლდება და გამოდის 13.9. ხო, მე ეს უკვე თავის წონებზე გადამრავლებული რა ვთქვით 11.9 განაპირობა აქედან სურსათმა და ალკოჰოლურ სასმელებმა და მე ემატება სხვები უმნიშვნელოდ, ცოტა კავშირგამბულობა აქდება, ეს გადამრავლებულია თავის წონებზე. ეხლა ვისაუბრებ იმაზე, რა ვთქვი, სოფლის მეურნეობის ყველაზე აქტუალურია. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობას ბევრი პრობლემა აქვს საქართველოში, ყველამ ვიცი, საკმაოდ დაბალეფექტურია ეს სექტორი, დასაქმებულია აქ მოდის დასაქმებულთა ნახევარი საქართველოში, რაც არის ადამიანი დასაქმებული, ანუ იმათი ნახევარი მუშაობს სოფლის მეურნეობაში და აწარმოებენ მთლიან დღეისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 8-დან 9%-მდე. საკმაოდ არაეფექტური დარგია. ამის აქაც ისის განსათვალისწინებელია, რომ სოფელში ყველა დასაქმებულად ითვლება, ვისაც მიწა აქვს. ამიტომ ოფიციალური სტატისტიკით, რაღაც ისეთი სვანაირად ოფიციალური სტატისტიკის სოფელში არის 7% უმუშევრობა და იგივე ოფიციალური სტატისტიკის თბილისში არის 30%, რა სტატისტიკის დეპარტამენტს აეცეუტებს და მე ამათ შეჯამება რომ ხდება გამოდის საშუალოდ 16%, რაც არის საქართველოში უმუშევრობა. ეხლა ჩვენებისმიერ ადამიანს რო ვკითხოთ, ისაც 1 ჰექტარი მიწა აქვს სოფელში და იქ ზოგი ვეღარც ამუშავებს, ყველა გეტყვის რომ უმუშევარი ვარ. და ესეთი მეთოდი. ხო, მაგრამ დავუბრუნდეთ ახლა ჩვენ ინფლაციას. ხო, მე ავიღე ინფლაცია და სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპები. ეხლა რომ მივუდგეთ, ხო, საქართველოში როცა იყო მაღალი ეკონომიკური და 2004-2007 წლებში და იყო რაღაც პირობები შეიქმნა, რომ ეკონომიკას ქონოდა ზრდის საშუალება, სოფელიც საკმაოდ იზრდებოდა. მაგალითად, თქვენ ცხრილში ხედავთ საქართველოს, ეს არ ჩამისვია, იმიტომ რომ საქართველოს მეჩვენებია, რა საქართველოს თავისით მესამე ადგილზე იყო 2005 წელს სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი 12%-ით გაიზარდა. ხო, 2005 წელი იმიტომ აქვს, რომ მეტი ბოლო მაჩვენებელი ვერ ვიპოვე სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპები, რომ ერთად ყოფილიყო ჩამოწერილი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი წლის იქნება, რადგან მე ურთიერთკავშირი მინდა ინფლაციასა და სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპს შორის გაჩვენოთ. ამიტომ ავიღე 10 ქვეყანა, რაც ლურჯფერზეა 10 ქვეყანა, რომელიც ყველაზე სწრაფი ზრდა ჰქონდა სოფლის მეურნეობაში და 10 ქვეყანა, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა და პირიქით მათი სოფლის მეურნეობის სექტორი შემცირდა. ეხლა, ოღონდ მე არ ვამტკიცებ იმას, რომ სოფლის მეურნეობის შემცირება კარგია, რომ დაბალი ინფლაცია ჰქონდეს. არა, მე მინდა უარყო ის თეზისი, რომ სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი პირდაპირ კავშირში ინფლაციის დონესთან და არა ფულის მასეს. ეგ ჩვენი სოფლის მეურნეობა თუ რაღაც გაგვეზდებოდა 2000 რეალური ზრდებია. თუ გაგვეზდებოდა თითქოს სოფლის მეურნეობა, ინფლაცია არ იქნებოდა რა სრულიად თაია. და აქედანვე ჩანს იგივე მაროკოში ყველაზე მეტად სადაც შემცირდა
ეკონომიკა, ჰქონდათ 2.1 იყო, ანგოლაში სადაც ყველაზე დიდი ზრდა იყო სოფლიო 18.5 ჰქონდათ, იგივე უნგრეთში 14%-ით შემცირდა 3.3. აქედანაც ჩანს და მე ამას შორის ესეც ტრენდიც გავაკეთე ინფლაციის და სოფლის მეურნეობის და ანუ ამ ტრენდით იმ აზრის უარყოფა მინდა რომ თითქოს სოფლის მეურნეობის და პირდაპირ უშველის ინფლაციის პრობლემას აღებულია 20 ქვეყანა რადგან ეს ამოკრება დამჭირდა 10-დან 150 და მე ქვეყანა ძალიან ბევრი დრო ჭირდებოდა ამიტომ ამ შემთხვევაში მარტო 20 ქვეყანაზე ქვემოთ არის ზრდის ტემპი და ინფლაციის დონე ვერტიკალურზე. ხო, ეხლა კიდევ მეორე ესეთი მაჩვენებელი ავიდე სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში. ეს უკვე 150 ქვეყანაზე მაქვს გაკეთებული, ამიტომ ეს უფრო მნიშვნელოვანი სტატისტიკური შედეგი აქვს და ავიღე ამ შესაბამისად ეს არის 2007 წელზე, არ მაქვს წერილი 2007 წელს სოფლ წილების მიხედვით არის რანჟირებული ქვეყნები და შესაბამისად რამდენი იყო ამ ქვეყნებში ინფლაცია. და აქედან კარგად ჩასო აქაც საპირისპირო დამოკიდებულება საერთოდ რაც უფრო დიდია ინფლაციის წილი ქვეყნებში ის ქვეყნები ეს სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნებში ის ქვეყნები უფრო მაღალი ინფლაციით ხასიათებიან. ეს მე მინდა ვაჩვენო ვიცი რომ ის მცდარი თეზისი უარყო, მაგრამ ამას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს, რადგან განვითარებად ქვეყნებშია ძირითადად მაღალი ინფლაციის ტემპი და განვითარებადი ქვეყნები და ღარიბი ქვეყნები ამავე დროს ხასიათდებიან სოფლის მეურნეობის დიდი წილით ეკონომიკაში. და ჩვენ აქ ვხედავთ აი პირველ კვადრატში ქვემოთ აი ნულთან ახლოს ეს ძირითადად განვითარებული ქვეყნები ხდება, სადაც სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში 5%-საც ვერ აღწევს და სამაგიეროდ საკმაოდ დაბალი ინფლაცია. ამის მე მხოლოდ იმის ჩვენება მინდა რომ ამ ორ ცვლად შორის არ შეიძლება ერთმანეთს დაუკავშიროთ და ამით ავხსნათ ინფლაცია და კიდევ ერთხელ არანაირად არ ვამბობ იმას რომ გოთო ცუდი იყო სოფლის მეურნეობის და ინფლაციას გამოიწვევს არა ესე არ ვაკეთებ. ხო. ეხლა რატო არის ეს ინფლაცია საერთოდ რატო საუბრობთ ამაზე? რატო არის პრობლემა? ხო, პირველ რიგში სოციალურ ფონს აუარესებს, უცვლელდება სამოხმარებო პროდუქცია და ადამიანების სოციალური მდგომარეობა უარესდება, მათი მოხმარება მცირდება. ასევე ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი არის გაურკვეველი და ბიზნესმენებს უფრო გრძელვადიან პროექტების დროს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ნომინალური რეალური საპროცენტო განაკვეთები ძალიან ცდება ერთმანეთს. მე როცა ქვეყანაში ინფლაციური მაღალი ინფლაცია მოსახლეობაში ესბადებს ინფლაციურ მოლოდინს და ისინი იწყებენ პროდუქტის შეძენად, აღარ ჭირავს ეროვნული ბანკის განცხადებების. ხო და აქვე ვიტყვი, თავიდან მივიდოდა დამავიწყდა საქართველოში ეროვნული ბანკი 2008 წლიდან გადავიდა ინფლაციის მიზნობრივ პოლიტიკაზე, ქართულად შეიძლება საზუსტად ვერ ვთარგმნი, მაგრამ ვიტყვი რასაც გულისხმობს, ანუ მისი ნომერ პირველი ამოცანა გახდა ინფლაციის დონის რეგულირება. მათ კანონში პირდაპირ ჩაუწერეს თქვენ მხოლოდ მას შემდეგ იზრუნებთ სხვა საკითხებზე, თქვათ იგივე როგორც თქვათ ბანკებმა ბევრი კრედიტი გაცეს ან ეკონომიკურ დას ხელი შეუწყო, თუ კი თქვენი ეს ამოცანა მინიმუმი ეს ინფლაციის დონე არ გაუარესდება. და ეს კანონში მათ მაინც ძალიან ადლად არ ჩაიწერა, 3 წელზე ჩაწერეს, რომ 3 წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია უნდა იყოს 6% და ინფლაციას ბევრნაირად შეიძლება იგივე სამხარო ფასების ინდექსი გამოთვალო, იგივე 12 თვის წლიური, ისევე 12 თვის განმავლობაში ყველათ ერთმანეთს შეადარო 12 და მე იმათი საშუალო გამოიყვანო, მაგრამ ეხლა რომელი მაჩვენებელსაც არ უნდა გულისხმობდნენ, ისინი უკვე წელს ყველანაირ ზღვარს გადასცენ. და ეს დარჩა კანონში 2010-2013 წელს საშუალო ინფლაცია უნდა იყოს 6%-ის ტოლი, რაც შეუძლებელია რომ აწიამას მიაღწიო. დარჩა 2010-11-12, ხო, ეხლა გადაეწია 11-13. მაგრამ აქ მე კიდე რა მოხდა მე? ამის მერე 2008 წელს კანონი რომ მიიღეს, 2009 წელს შეცვალეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მუხლი.
ეხლა რა ხდებოდა? თუ ბანკმა აიღო ეს ვალდებულება, თუ ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებს, ამისთვის რაღაც შესაბამისი სასჯელი უნდა იყოს. იქ იყო თავიდან ჩაწერილი, თუ ინფლაცია 5 კვარტალის განმავლობაში იქნებოდა ორნიშნად ციფრით, უნდა გადამდგარიყო მთელი მმართველობა ეროვნული ბანკის, რაც 2009 წელს კანონიდან ეს ამოიღეს ეს მუხლი და თითქმის ვალდებულება აქვს, რომ არ შეასრულოს ვერც ვერაფერს ვერ უზავ. ესეთი მდგომარეობა აქ უკვე ეს კითხვა არის, თქვენ რეალურად მეკითხები, არის თუ არა ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი. ხო? ეს პოლიტიკური მე ხوار ვარ, არც ერთი ფრიდან არც ორი ფრიდან ჩართული. რადგან არჯიან მიჩეს მე განცდას, რომ ორივე ერთად და ჯერ ერთმანე სამართლებენ. მე თვითონ ვფიქრობ, რამდენად შეიძლება გადაგიზრდე იყოს დამოუკიდებელი. მეზრთული მესახელი არ იქნება. ხო, ასევე იწევს კრედიტის გაძვირებას, რა ვთქვით, რადგან ნომინალურ გამოსახულებაში ვიტყვით 100% განაკვეთს კრედიტზე და როდესაც ინფლაცია უნდა დარჩეს ინფლაციის შემდეგ იმდენი თანხა ბანკს თუ ნებისმიერ კრედიტორს, რომ მაშინ გირდეს ეს მოყვა, ამიტომ 100% განაკვეთები იწევს. ერთ მხრივ იწევს პირდაპირ ეს არითმეტიკულად, მეორე როცა მაღალი ინფლაციურია ქვეყანა, უფრო მაღალი რისკების ქვეშ დგას მისი ეკონომიკა, ამიტომ ესეც აძვირებს კრედიტს. და ასე დაზოგვისად მიდრეკილება არა, 2000 წელს კრედიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეს ციფრები არ მახსოვს. ათაშორს ერთის ეხლა ბოლო ორი თვის ნამდვილად არ ვიცი, რაც გამკაცრება დაიწყეს, მაგრამ 2010 წელს იზრდებოდა. ხო, აქ კიდე ისაა მნიშვნელოვანი ფულის მასას, რაც ადანაშაულებს კიდე, მაგალითად ფულის მასა რო არ გაზრდილიყო და ფასები გაზრდილიყო, ადამიანები თავის დანაზოგ ფულს მოიხმარდნენ, მაგრამ რო შევხედოთ 2010 წელს ისდენად ჭარბი იყო ფულის მასა, რომ დანაზოგებიც იზრდებოდა ინფლაციასთან ერთად. და რასაც ვამბობ, დანაზოგი ისეთი ჭარბი იყო ფულის მიწოდება, რომ გასუწევს დაზოგვისადმი მიდრეკილება, თითქმის არ შეცვლიდა ყველაფრისთვის რჩებოდა ფული. და დაზოგვისადმი მიდრეკილება, ასე ვთქვათ, ინვესტიციებს ამცირებს. ინვესტიციების გარეშე თეორიულად და პრაქტიკულადაც ეკონომიკური ზრდა შეუძლებელია, რადგან ყველა ვიცით, შეუძლებელი ელემენტარული ეკონომიკური ზრდის ფუნქცია ის კაპიტალის, სამუშაო ზარის ტექნოლოგიის ის ინპუტები ესენია ძირითადად და მე გარემო და რაღაც შეიძლება გავითვალისწინოთ, მაგრამ ძირითადი ინპუტები ეს სამია. რეკომენდაცია არა რეკომენდაციებზე ხო მე რეკომენდაციები არ მაქვს შეტანილი და მე კითხვებში გივასრულებ. ხო, ეხლა უარყოფითი შედეგები კიდე რა აქვს ინფლაციას, ხო? ეხლა ისე რომ იყოს, რომ ქვეყანაში გაიზარდა 20% ფულის მასა და ყველა მივიღეთ დამატებით 20% შემოსავალი, ვიფიქროთ არც არაფერი რა თუ რაღაც მაკროეკონომიკურ ურთიერთობებს არ გავითვალისწინებთ, მაგრამ რა ვიცი, რამდენი ზის მაგალითად ეხლა ამ დარბაზში შეჭერ 20% შემოსავალი ინფლაციის გამო გაიზარდა. ხო, იგი ყველა სახელმწიფო სექტორში ვინც მუშაობს და უმეტეს ფირმებში ფიქსირებული ხელფასი აქვს და მათ შარშანდელი 11 და უკვე 14% ხელფასი რეალურად შეუმცირდათ. და ამ ინფლაციის დროს ყოველთვის პირველი მოგებული ის რჩება, ვინც პირველი ამ ფულს ხარჯავს. ეხლა ნახეთ ფულის მოძრაობის სიჩქარე 3-დან 4-მდეა საქართველოში 4 ჯერ აწევს ერთ და იგივე ფული დატრიალებას, მაგრამ პირველი მხარჯველი შემთხვევაში სულ სახელმწიფო გამოდის. ხო, ეს იყო რაც მინდოდა, დიდი მადლობა. მე კითხვებზე გადავიდე. ხო, კითხვები გექნება ცოტა. აი, ვიცი რეკომენდაციებს მაშინ.
ორი მიდგომა. მოდით დავიწყოთ იმით, რომ რაც გვაქვს დღეს ეროვნული ბანკი არის მიზნობრივ ინფლაციის პოლიტიკაზე, მის ნომერ პირველი ამოცანა დაბალი ინფლაცია უნდა მიაღწიოს, თქვა არა დაბალი 6%-ით, მაგრამ აი 14 ფონზე შეიძლება 6-იც გამიხარდეს და ეხლა ამას რა უნდა ეკეთებია, ხო? მას თავისი რა თქმა უნდა დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა ახორციელოს და არ უნდა გაიზარდა ფულის მასა, ანაც უნდა დაიწყო და შეიძლება კიდევ მეტად დაჭირდეს და მთავრობის დეფიციტი საკმაოდ დიდი ზეწოლა იყო უკვე თქვია მონეტარულ პოლიტიკაზე. Შეიძლება ჩვენ რო გადავხვდეთ სხვა ქვეყნების დეფიციტებს ამ კრიზისის დროს თითქმის ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის დეფიციტიც კი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იგივე ამერიკაში ტრილიონსაც გადაწყდა, მაგრამ მეორე მხარეა კიდე ჩვენ შემთხვევაში მილიარდ ნახევარი ლარი იმ დროისათვის მესამეზე მეტი იყო მთლიანად ქვეყანაში არსებული ფულის რაოდენობის. ამასაც უნდა შევატაროთ, ხო რა ხელად ზონა ქონდა ამ ბიუჯეტზე ზონა ქონდა პირდაპირ ფულის მასაზე და კონკრეტულად რო ველაპარაკოთ ბიუჯეტის დეფიციტი საერთოდ არ უნდა გქონდეს და ძალიან ცოტა უნდა გქონდეს. და ყველაზე ცუდი რაც ხდება ჩემი აზრით ესაც სახაზინო ვალდებულებების გამოშვება თან რო შევხედოთ ეხლა ცოტა კიდე დასტაბილურდა რაც კომერციული ბანკებიდან სესხულობს ამ ფულს კომერციული ბანკები ამბობს რომ სხვა ფულია ამავე დროს ყველასთვის რეფინანსირების სესხებია კომერციული ბანკს ეროვნული ბანკებიდან ეხლა ერთკვირიანებზე გადავიდე მარტო რაღაც 200 მილიონამდე ერთკვირაში ყველა კომერციული ბანკი იღებს მაგრამ რაზე ხო რაღაც ეროვნული ბანკისგან მიღებული ფული რაღაც ერთ ანგარიშში დადო და თავრობა სხვა ანგარიშში და თითქოს სხვა ფული ახსენა ასე ეხლა იგივე ადამიანს ორ ჯიბეში ფული კედოს რომელიც ჯიბიდან ამოიღებ დიდი განსხვავება არა ანუ ამით აუარეს იმ რეგულაციას გვერდი რომ პირდაპირ თავრობისგან ფულის სესხების უფლება არა და ამ ჩემო საზღვრებას კიდევ ისიც ამყარებს რომ როდესაც რეფინანსირების სესხს იღებს კომერციული ბანკი მაგრამ რაიმე უნდა ჩადოს უზრუნველყოფაში და დებს ამ სახელმწიფო ფასიან კახალდებს შეუძლია ზუსტად არ ვიცი რამდენად დებს და ასევე დეპოზიტო სერტიფიკატებს რასაც ეს არის ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი სესხულობს კომერციული ბანკებიდან რადგან რაც მონეტარული პოლიტიკა სჭირდება რომ ფულის მასას აკონტროლოს და ესეთი პრაქტიკა იყო რომ კომერციული ბანკი მაგალითად ფულს ესხულობდა ეროვნული ბანკი და 8-9%-ად მერე მთავრობა კომერციული ბანკი და ესხულობდა 11-12%-ად ამიტომაც ჩვენი მთავრობა ყველას აბრალებს ინფლაცია შეიძლება დაწყებული რეგიონამდე დამთავრებული ოღონდ არა კომერციული ბანკი ოღონდ არა ეროვნული ბანკი ერთი და იგივე ამ შემთხვევაში აიგივეს თავის მაგრამ ეს რეკომენდაცია რამდენად მოკლევადიანია თუ ეს ანუ მოკლევადიანი არა ეხლა ამ ინფლაციას ხო თავისი პოლიტიკური ზონა ახლა 14%-იანი ინფლაცია საკმაოდ მაგით დავიწყე პრეზენტაცია რომ კონფლიქტებს გადაუსწრო უკვე ხალხის უკმაყოფილება ინფლაციის დონის უმნიშვნელობის მერე მეორე ადგილზეა და ესე თუ გავაგზავნებთ 20%-ზეა მერე უკვე სოციალური რაღაც იტინგიან არ ვიცი ხა რევოლუციას ვერ დავანონსირებ და უფრო მეტ პრობლემას შეგვიძლია პოლიტიკურად იგივე რაც უფრო არჩევნები მოახლოვდება 2012 წელს და იმ დროისთვის მაღალი ინფლაცია იქნება բայց ამ არჩევნების გადაწყვეტილებაზე იქნება საკმაოდ დიდი გავლენა და იძულებულიცაა მთავრობა რომ ეს ну თავის თავს არასდროს არ დაუდანაშაულებიათ არც ეროვნულ ბანკს არც ფინანსთა სამინისტროს მაგრამ ეხლა გუშინდელი ბიუჯეტის ცვლილების პროექტი რაც ნახეთ ჯერ კარგად არ ვინახავს აპირებენ ჭარბი ფულიდან 100 მილიონით პირდაპირ დეფიციტის შეამცირონ და ამას მაინც უაკეთებენ ეს კარგი იქნება არ ვიცი თან პარალელურად 100 მილიონით ნეტ სახაზინო ვალდებულებებს რატო უშვებენ საერთოდ მე არ მესმის ლოგიკა ხო ასევე აპირებენ წეს საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს ესაც ამ ბიუჯეტის ცვლილება პრესაში უკვე დაიწერა 2013 წელს რო 500 მილიონი დოლარი ევრობონდები გვაქვს გასასტურებული წელს ესხულობენ იმას და 2 წელი დეპოზიტზე დებენ ну ალბათ იმით არის გმეღა არა ჩვენ უნდა გადავიხადოთ პირდაპირ 2013 წელს ყველა
რეფინანსირება ამას გვექნება წინასწარ აღებული და 2013 წელს ხონდა გადავიხოთ, ეხა იღებენ 10 წლიანს. ანუ გადაიწევს 2021 წლამდე, 22 წლამდე. ხო, ახლა ორი მე საკმაოდ არ ვარ დარწმუნებული, მათ მოითმინონ 900 მილიონი უდევთ ანგარიშზე და უცებ ჩვენთან ფული დაჭირდეს და არა ეს 2013 წლის უკვე შენახული. სახელმწიფო რაჭი ესე დიდი დეპოზიტი კონდეთ ანგარიშზე. ჩვენ რა უნდა ხო, რეკომენდაციას დავამთავრებთ და ეს იყო ის რეკომენდაცია, რაც შეეხება დღევანდელ პირობებში რა იქნებოდა, სწორედ მეორე რეკომენდაცია, რაც ინფლაციასთან მიმართებაში სწორია, ესა დოლარიზაცია, თავისუფალ მიმოქცევაში დაუშვათ, თქვათ, ყველა ნებისმიერი ვალუტა და ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს რომელი ვალუტა მოიხმაროს, ისედაც დღეს დოლარიზაცია 75%-მდე, ეს კიდევ უფრო ამაღლებს და ამით ეროვნულ ბანკს თითქმის ფულის ბეჭდის ინსტრუმენტი ერთმევა ხელიდან, ანუ იმისთვის შებოჭილი იქნება, რაც განახორციელა წინა წლებში ხელოვნურად ფულის მასა გაზარდოს. და ასევე ეს უფრო აიძულებს იგივე ფინანსთა სამინისტროს დაბალანსებული ბიუჯეტი. აი თვითონ ეს იდეა, თქვა ფინანსთა სამინისტროში რამდენად პოპულარულია. არა ეს მეორე რავს თქვი ძალიან არაპოპულარულია და პირველი რო ბიუჯეტის დეფიციტზე ვიმუშაობ, შემცირებად ეს პოპულარულია. დოლარი ძალიან არაპოპულარულია. ხო, შეიძლება რაღაც უფრო მეტი ფული, რასაც აკეთებს სადეპოზიტო სერტიფიკატებით, უნდა ამოერიდო, ხო? ან მულტიპლიკატორი რატო შევცით და იმიტომ რომ სესხის გაცემაზე რეგულაციები გაზარდა, მინიმალური რეზერვების მოთხოვნები გაზარდა, ბანკებს შორის მონეტარული განაკვეთი, რასაც ქვია ბანკებს შორის ურთიერთსესხების განაკვეთი 8%-მდე გაზარდა, სესხებს შეუმცირა შესაძლებლობა, ბანკებს შეუმცირა შესაძლებლობა ბევრი სესხი გაცეს. ამიტომ უფრო მულტიპლიკატორზე იმოქმედა, ხო, სარეზერვო ფული მრავლდება მულტიპლიკატორის და მე ვგულობთ იმ სხვა აგრეგატებს, ხო? და ხო, მაგრამ გაციშარშანდა წელთა შემდარებით, ეხლა მთავრობასაც თქვა ესეც რომ გაცილებით ნაკლები 400 მილიონით ნაკლები აქვს დეფიციტი და მარტო ესე დეფიციტიდან არ აღიქმება მარტო პირდაპირ ციფრობრივ გამოსახულებაში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 5.7-დან 4.3-მდე შემცირდა და ამ საბიუჯეტო ცვლილების შედეგად კიდე აპირებენ 4-ს ჩამოწდეს ამ სამთელში. ხო, ეხლა აქ კიდე რა, ეხლა მნიშვნელოვანი რაღაც მავიწყებოდა, შეიძლება გეკითხათ, რადგან გამახსენდა ვიტყვი. ხო, ეს ფული 650 მილიონი ეხლა მთავრობას რაც გაუჩნდა მეტი შემოსავალი რაც არ იყო გათვალისწინებული, ამის მობილიზებაში მთავრობას ინფლაცია მნიშვნელოვნად დაეხმარა. ერთი ის იყო, რომ 4.5-ზე ჰქონდათ ეკონომიკური ზრდა პროგნოზი და 5.5-ზე გაიზარდა და გარდა ამისა ბიუჯეტის შემოსავლები მიმბულია ნომინალურ თლიან შიდა პროდუქტთან და არა მხოლოდ რეალურ შიდა პროდუქტთან და ნომინალურ როცა ინფლაცია იზრდება, ნომინალურ თლიან შიდა პროდუქტი იზრდება და უფრო მეტად არაპირდაპირი გადასახადები, რომელიც ფასში აისახება და არის ისეთი აქციის საბაჟები და ფასის მიხედვით ხდება და არის სხვა ის გაიზარდა იგივე DGG და უფრო მეტი ფული შემოვიდა აქედანაც ბიუჯეტში. აქედანაც ის ფულის ანუ ვაუჩერებზე დასახადი სოფლის მეურნეობაში ჩასადები, იგივე ინფლაციური გადასახადი, ცნობილი ტერმინი ინფლაციური გადასახადი დამოუკიდებულია და იცით, ის ფრიდმანის ცნობილი ფრაზა ინფლაცია არის დაბეგვრა კანონმდებლობის გარეშე.
ანუ ეგ ჩაითვლება ინფლაციის დადებისთვის. არა. ეს თუ აქვს დადებითი შედეგები. მე მიჩნევს თქო, ვერ ვიხსენებ დღეს ესე მეთოდა დადებითი ვარყოფითი მხარეები, მაგრამ დადებითი თუ ვინმე დარბაზში შეუძლია თქვას. ლაშა. ხო, კაი გამოსერი არის ესეთი ხალხი, მე ვახსენე კიდევ ჩემ პრეზენტაციაში, რომ მონეტარული ფისკალური ექსპანსიას განახორციელებ, ამის სტიმულს მიცემ ეკონომიკას და წავალთ და გავიზრდებით. ეს საკმაოდ გავრცელებულია ზეგი კეინზიანულ თეორიაში, უდეს საფუძველი და შეიძლება ჩვენი თავობის როგორ? ეს ხო იდენტი. არა, მე მგონი გულწრფელად დაჭიროთ, ვიც ამას ამბობს. ისე რომ ჩვენ რაღაც გვაქვს კაპიტალის მოცულობა, გვაქვს რაღაც დონის სამუშაო ძალა კვალიფიცირებული, რაღაც რაოდენობა ადამიანების შეზღუდულია, რაღაც ტექნოლოგია და ეს ყველაფერი ძალიან ოპტიმალურად გამოვიყენოთ, ყველამ თავის ადგილი ნახოს, თავის ყველაზე კარგი უნარებით გამოიყენოთ თავის უნარები, რაღაც პოტენციალი აქვს თლიანში და პროდუქტის წარმოებას, ხო თუ რაღაც ინვესტიცია არ დაემატა, არანაირი ხელოვნურად ფულის მასა ამას ეკონომიკურ სტას არ გამოიწვევს, სახიფათოცა ერთი წლის უფრო მეტ პერიოდში. მე როგორც მახსოვს, ახლა ჩვენ მოგვიყავთ შვეიცარია, ხო მინიმუმ 25 წელს შვეიცარია მოგვიყავთ. არა. ხო, ხე მაშინ 8 წლის ვიყავი არ მახსოვს ასე. ეს ცნობილი 70 წესი რო ელემენტარულად რო ვთქვათ, ხო? 10%-ით, რაც საკმაოდ კარგის და ჩინეთი როგორც იზრდება, ხო, 10%-ით რო გავიზარდოთ ყოველ წელს 7 წელი გვინდა რომ ჩვენი GDP ერთულ მოსახლეზე GDP გავორმაგდეთ ავტომატ მოსახლეობა თქვათ იგივე და ერთულ მოსახლეზე გავორმაგდეთ თქვათ $2,500-დან ავიდეთ $5,000-ზე 7 წლის 10%-ით საკმაოდ რთული მისაღწევია. და ეს საკმაოდ მინიმუმ 30 წელი ძალიან სწორად და კრიზისები აღარ გქონდეს, ვჭირდება რომ მაღალ განვითარებად top 20-ის ქვეყნებს გავეწიოს 10%-ით რო იზრდებოდეთ. უბრალოდ ისაა რომ გაუმჯობესება გრძნოვდეს, თუ ტენდენცია იყოს. შვეიცარიაში თუ გადასახდები. როგორ? ევროკავშირის სახელმწიფო როგორც $15,000-დან იწყება ერთ სულში. აი, ისინი იმათ რო დაიწყდნენ. დაახლოებით 30-დან 50-მდე ჭირდება ჩვენ. ხო, ახლა იმას ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ევროკავშირის ქვეყნებით იზრდება. და თან იქ დაბერების და მოსახლეობა მცირდება და ერთ მოსახლეზე ესეც იწევს შემოსავლის ზრდას. ხო, ხდება. ჩემი რეკომენდაცია პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მონეტარული იქნება თუ ფისკალური ნებისმიერი პოლიტიკა უნდა იყოს მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე და პირველ პრიორიტეტად უნდა იყოს ერთ-ერთი კონფლიქტები, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაღაცა ესეთი პრიორიტეტულ საკითხად მიმაჩნია ეს. ეხლა არანაირი სტაბილურ ფასებით რო დასტაბილურდეს და საქართველოს 5-7%-ით იზრდებოდა, ამას მოსახლეობა ვერ იგრძნობს. იგივე საქართველოში 2003 წლის მერე 1.5-ჯერა მთლიანი შიდა პროდუქტი გაზრდილი, რასაც მოსახლეობას ძალიან მცირე ნაწილი გრძნობს. მერე ეს შემოსავლები ზუსტად თანაბრად არ ნაწილდება და ამიტომ რეალურად ადამიანებმა იგრძნოს, თქვა ერთი 5 წელი მაინც 10%-ით რო იზრდებოდეთ, მე როგორ საგრძნები. ეს შენ რომელ წლებში მუშაობ? 2006-2007. მე მგონია რომ ეს განგაშნა წახდა, ახლა არის დაგვიანებული, რატომ? იმიტომ რომ ტერმინი ორნიშნა ინფლაცია. სიამოვნებაში ორნიშნანი არის 10, მაგრამ ასე ნიშნა 9, მაგრამ სიამოვნებაში განსხვავება სულ რაღაც 1% და
მეგონია ინფლაცია აიხანია ზრდის ტენდენციის ინფლაციის ტენდენცია დაწყებულია სადღაც 2005-დან ვარ მეშლება 8% სული ხო 7%. ხო და აი როცა სამინისტროში მუშაობდი ეს დეფიციტის დამოკიდებულება როგორ იყო ანუ რატო უჭირდათ ამ დეფიციტის შემცირება ბევრ ქვეყანას უჭირს და ეგ ნორმალური მოვლენა მაგრამ აი ეს ზრდა იყო პოლიტიკური ახსნა ქონდა პოლიტიკური კომერი უნდა რომ ფული დაეხარჯათ იგივე ხაბენდუკიძე დააფრა მეგონი 2007 წელი იყო ან 2008 წელს დასაწყისად აღმოჩნდა ეს ჩარლი ფული რო შემოდიოდა პრივატიზაციიდან ამათ უნდა ეს ყველა დაედა სპეციალური ფონდი ქმნიდა რა ერქვა უმოვლის განვითარების ფონდი და ეს ფული აღდგა ეგრევე ყველა იმაში და ეს ფონდი მე საინვესტიციო ფონდი ყოფილიყო და ეს ზუსტად ის ფული არ შეეხებოდა კიდე დაემატებოდა პროცენტები ეს გადანაწილებული იყო და ეს აღარ შედგა რეალობით დაიწყო მალე და მეგონი ახლა უკვე ძალიან დილემაშია ხელისუფლება ან უნდა შეამციროს ბიუჯეტი აღნიშნავს რომ სოციალურ პროექტებს შეამციროს დაფინანსება ან შეინარჩუნოს ინფლაციის ეს დონე და უკვე რაღაც ძალიან რთულ სიტუაციაში შევიდეთ. რაფიდან გამოსვლა უკვე ძალიან ხო, თავრობა რა თქმა უნდა უფრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს, რა უფრო ფრინეული იქნება მოსახლეობისთვის უფრო მაღალი ინფლაციის დონე თუ იყოს მაღალი ინფლაციის დონე, მაგრამ ესეთ ვაუჩერებით და ფესიებით უზდიდეთ და ის მაინც ნებისმიერი მთავრობა არა მარტო საქართველოს ნებისმიერ ქვეყანაში ძირითადად ელექტორატს უყურებს, ხო? ან თუ იცის რომ მე ამ პოლიტიკით მივაღწევ 60%-ის მოსახლეობის დაკმაყოფილებას, დანარჩენს უმეში მაგას ძალიან გაუარესდეს, მაგრამ მას პრიორიტეტი ის 60-ია და ეს მარტო ჩვენი მთავრობის ეს ხდება ნებისმიერ ქვეყანაში მით უმეტეს არჩევნების წინა პერიოდში. თუნდაც ადამიანურ მოლოდინის ინფლაცია იყო ქართულად აი ინფლაციური მოლოდინი წინით მე ფიქრობ შეიძლება იყოს 1-2% ან მაშინ პროცენტი განგაშია ხილი რომ შეიძლება ხალხმა უკვე ინფლაციური მოლოდინის დიდხანს ვერ რაღაც ელვადიანი ეფექტი ვერ ეს შეიძლება უცებ შევიდეთ მაღაზიაში ყველაფერი ვიყიდოთ რა არის გაზვირდება და უცებ ფასი ავარდეს რა უფრო ერთჯერადი ეფექტები არა, როგორ შეიძლება ეხა უკვე აპრილში აღარ გაიზარდა ფასები. ეხა ჯერჯერობით იმას მიაღწევს, რომ ფასების დონის მატება შეჩერდა და საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, მაგრამ მე ესე არ უყურებ, იმიტომ რომ რაც დადეს, ისეთი მაღალი მაჩვენებლები დადეს, რომ ეხა თუ რაღაც ჩამოკლება და მოთხოვა ის არ უნდა დაედოთ, მაშინ მე ეს რომ ვნახე, სოფიაში რაღაცა 200 ქვეყნიდან ბოლო 171 ვიყავით, ყველაზე მაღალი დონით, ანუ ბოლო და რო გავიფაროთ 29-29 ვიყავით მაღალი დონით. აქვე იგივე კიდევ სინგაპურს რო დავამთავრეთ, დაუბრუნდეთ სინგაპური ქალაქის სახელმწიფოა ფიზიკურად მიწა არ აქვს, რომ რამე მოიყვანოს სოფლის მეურნეობის 0.1-საც არ აღწევს თლიანში და პროდუქტში სოფლის მეურნეობის დონე, ანუ ფაქტიურად 99%-ით იმპორტირებული პროდუქცია დამოკიდებული და 4% იყო ინფლაცია და 5%-იანი ეკონომიკური და ეხლა მით უმეტეს ჩინეთის ბრალი თუ იყო ჩინეთი მისი მეზობელია და უნდა გავიდე. ერთია ხო ამოსავალი მე თუ მაქვს 100 ლარი და 100 რაღაცების იზრდება თუ 100 ლარზე მეტი ფული არ მაქვს ნუ რასიცა ხო რაღაცას ვეღარ იყიდი ან მეორე საროკი ბევრ რაღაცას ვეღარ იყიდი და უფრო ცუდად იცხოვრებ მაგრამ ესე თუ მაღალი ინფლაცია გამოიწვევს პრაქტიკულად შეუძლებელია მით უმეტეს საქართველოს ტენდენციას რო ვაკვირდებით ხალხი დანაზოგებს და ამასთან ერთად ფასები იზრდებოდა და 5 მილიარდზე ავიდა დანაზოგების სამაგო რეკორდული იმას მიაღწია ციფრს. მგონია რომ როდესაც ხალხი ამბობს კატეგორია ამბობს სოფლის მეურნეობის განვითარება შეამცირეს ინფლაციას, მე მგონი ძალიან ისო წარმოდგენა აქვს. ღია ბაზრებში სოფლის მეურნეობის განვითარება, ისე როგორც ეკონომიკის ნებისმიერი დარგის განვითარება დაეხმარება ინფლაციის
ხო, განსაკუთრებით რაღაცა სპეციფიკა, არა, იგივე ჩვენ ახლა გახსნილი ეკონომიკა ვართ და რამე ბევრ სოფლის მეურნეობის პროდუქტს თუ მოვიწე და ჩვენთან ამიტომ ის გაიაფთება, ეგრევე ექსპორტი გაიზრდება ამ პროდუქტის ჩვენი მეზობელი ქვეყნები მოიხმარენ. იგივე ციციბურაზე მოხდა ოქტომბერში თუ სექტემბერში სომხეთში გაძვირდა ძალიან, ჩამოვიდა ბევრი, აქ იყიდა და ჩვენ ერთ კვირაში 5 ჯერ გაიზარდა ფასი. და თუ ახლა თუ ბევრ პროდუქტს მოვიყვანთ სოფლის მეურნეობის საზღვრებს ჩავკეტავთ, ეგ კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეგვიქმნის და უარეს მომალებას ჩავკეტავთ. შეთქმულების თეორია მჟორდა, მაგრამ უბრალოდ ებრაელებს უწევს სომხეთის ტრადიციას. ტურისტები სომხები იყო ის, რომ შეგვიჩაღეს საჭირო. ჩინელები გადაწყვეტილდნენ. თუ შეკითხვები აღარ გვაქვს, მადლობა, თქვენ მოგზაურობთ და გაკეთებთ.